დაბადება. თავი პირველი. დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო ნათელი და გაყო ღმერთმა ნათელი ბნელისგან. უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს ღამე, იყო საღამო და იყო დილა, დღე ერთი. თქვა ღმერთმა, იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან. შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან და იქმნა ასე. უწოდა ღმერთმა მყარს ცა, იყო საღამო და იყო დილა, მეორე დღე. თქვა ღმერთმა, ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი და იქმნა ასე. უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს ზღვა და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. შემდეგ თქვა ღმერთმა, აღმოაცენოს მიწა მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი და იქმნა ასე. აღმოაცენა მიწა მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. იყო საღამო და იყო დილა, მესამე დღე. თქვა ღმერთმა, იყვნენ მნათობნი ცის მყარზე, დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, დიდი დღის მართველად, ხოლო მცირე მართველად ღამისა და ვარსკვლავები. დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად, რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. იყო საღამო და იყო დილა, მეოთხე დღე. თქვა ღმერთმა, წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა, ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე. იყო საღამო და იყო დილა, მეხუთე დღე. თქვა ღმერთმა, წარმოშვას მიწა მცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. თქვა ღმერთმა, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად და იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა, ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე, იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის. თქვა ღმერთმა, აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი, თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა. მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც ციცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეც საჭმელად და იქმნა ასე. იხილა ღმერთმა ყოველივე რაც შექმნა და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა, მეექვსე დღე.